Მოკლედ ამ ბლოკის თემა არის ჰიდროცეფალია, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ სტუდიის სტუმრებთან, გადაცემის სტუმრებთან ერთად უნდა ვისაუბროთ. გადაცემის წინა ნაწილში კი ნახეთ რეპორტაჟი. მე გეტყვით ამ ბლოკში არ იქნება დებატი, უბრალოდ ჯერ მოვუსმენთ ქალბატონ მარიამს, შემდეგ ქალბატონ ანას და შევეცდებით გავარკვიოთ არსებობს თუ არა გამოსავალი და გზები ამ პრობლემის მოგვარების საქართველოში. ქალბატონო მარიამ, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო რეპორტაჟი, რომელიც ჩვენ ვნახეთ. ერთ-ერთი მოზარდის ახალშობილის დედა ამბობს, რომ მას დაგვიანებული პასუხი უთხრეს ოპერაციასთან დაკავშირებით, ერთი თვე დაუგვიანდა, რომ თურქეთში წაიყვანა შვილი, გაეკეთებინა ოპერაცია. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენ დღეს პრობლემა გვაქვს სწორედ ამ კუთხით, ამ საკითხში პროფესიონალიზმთან? მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთ მნიშვნელოვან საკითხს აშუქებთ. რაც შეეხება რეპორტაჟში მოყვანილ მაგალითს, დაგეთანხმებით, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც იკვეთება ჰიდროცეფალიის ზოგადად მართვის საკითხში, გახლავთ ზოგადად სამედიცინო დაწესებულებების დონეზე, ჰიდროცეფალიის შემთხვევების დროული დიაგნოსტიკის და დროული ჩარევის, მათ შორის ნეიროქირურგიული ჩარევის კუთხით. ამდენად ამ სიუჟეტში გაჟღერებული მაგალითი ნამდვილად შეესაბამება ჩვენ სამწუხარო რეალობას, მაგრამ ამასთანავე ეს გახლავთ სწორედ ის მაგალითი, რომლის გამოძახილათაც ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები და აქვე მოგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა განსაკუთრებული მოკვლევა თბილისის ჩვილბავშვთა სახლში, ჩვენ გვაქვს განახლებული მონაცემები და ასევე გარკვეული რეკომენდაციები რა კუთხით უნდა ვიმუშაოთ. მონაცემების პარალელურად აუცილებელია თუ არსებობს უკვე რაიმე პროგრამა, რომ მეტნაკლებად უახლოეს მომავალში დაიწყება ამ დაავადებასთან ბრძოლა საქართველოში. რადგან ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში განვითარებად ქვეყნებში დაიწყო ამ დაავადებასთან ბრძოლა და დღეს დაავადებულები, რომლებიც არიან საკმაოდ ხანდაზმულებიც კი, საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს და საქმიანობენ, აქვთ პროფესია. საქართველოში საუბარია, რომ 6 წელს ზემოთ მსგავსი ფორმით დაავადებული ახალშობილი ვერ ცოცხლობს და ვეღარ აგრძელებს განვითარებას. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ როგორც კი გაჟღერდა პირველად ჰიდროცეფალიის საკითხი, ჩვენ მოვიძიეთ არსებული სტატისტიკური მონაცემები. სამწუხაროდ სტატისტიკა ოფიციალური ჰიდროცეფალით დაავადებულ პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით არ არსებობს. მაგრამ ეს პრობლემა არ არის მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს დონეზეც კონკრეტული ციფრი, თქვათ კონკრეტული ასაკი ვერ სახელდება. ზოგადად ჰიდროცეფალით დაავადებულ პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობა არის დამოკიდებული რამოდენიმე ფაქტორზე. ეს გახლავთ, თქვათ, გამოწვევი მიზეზები, ეს არის ინფექციის ფონზე მიმდინარე ჰიდროცეფალია, თუ თანდაყოლილი იგივე სპინა ბიფიდა და სხვა, თქვათ, თანდაყოლილი ანომალიების ფონზე განვითარებული დაავადებები. უმნიშვნელოვანესია დროული დიაგნოსტიკა და ამაზე ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიექცეს სამედიცინო, ესე თქვათ, მომსახურების ქსელში და შემდგომ დროული ნეიროქირურგიული ჩარევა. თუ კი მოხდა დროული დიაგნოსტიკა და დროული სამკურნალობა, მათ შორის ნეიროქირურგიული, სიცოცხლის ხანგრძლივობა პრაქტიკულად არ უნდა განსხვავდებოდეს ჰიდროცეფალით დაავადებულ ბავშვთა თუ სხვა კატეგორიის ბავშვებს შორის. აქვე ჩვენ გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად ჩვენ გვესმის, რომ ნამდვილად გვიანდება დიაგნოსტიკა და ძალიან ხშირ შემთხვევაში ამ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 6 წელს არ აღემატება. აქვე არსებობს ძალიან წარმატებული მაგალითები ჩვენ ქართველ კოლეგებს შორის, როდესაც იგივე შუნტის გამოცვლა მოხდარა 20 წლის ასაკის პაციენტებში. ამდენად ისევ და ისევ ჩვენი ყველანაირი, თქვათ, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სამშობიარო სახლების დონეზე, უფრო მეტიც ანტენატალური დიაგნოსტიკის დონეზე, შემდგომ სამშობიარო სახლების დონეზე და პედიატრიული სამსახურების დონეზე ადრეულ დიაგნოსტიკას. დღეს ჩვენ ასევე გვინდოდა მოგვეპოვებია ინფორმაცია და მიგვეღო პასუხი თუ რატო არ ხდება დროული ქირურგიული ჩარევა, თუმცა იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებმა რატომღაც ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს ან დრო ვერ გამოძებნეს. ყოველ შემთხვევაში სიუჟეტი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ჩვენმა ჟურნალისტმა სოფო ზედელაშვილმა დაასათაურა დაკარგული ბავშვები. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ 6 წლის შემდეგ ვეღარ პოულობთ რა ბედი ეწია ამ ბავშვებს, ან რომელიმე მათგანს შეუნარჩუნდა თუ არა სიცოცხლე და აგრძელებს თუ არა ცხოვრებას.
ბატონო, მე ასე ვთქვათ, წინასწარი შეფასებებისგან თავ შევიკავებდი, უბრალოდ აქვე შემიძლია მოგახსენეთ, რომ მარტიდან მიმდინარეობს ძალიან დეტალური მოკვლევა თბილისის ჩვილბავშვთა სახლში არსებული სიტუაციის, ზოგადად სამედიცინო მომსახურების, მათ შორის ჰიდროცეფალით დაავადებულ ბავშვთა თქვათ შემთხვევების, ინდივიდუალური შემთხვევების და ნამდვილად ძალიან სამწუხარო ფაქტს წავაწყდით, რომ დღეისათვის ჩვილბავშვთა სახლში თქვათ ცხოვრები და აღსტარში მყოფი 14 პაციენტისგან 8-ს დადგენილი ქონდა არაოპერაბელური ესე ვთქვათ, დადგენილი ქონდა ჰიდროცეფალიის დიაგნოზი, მაგრამ მითითებული იყო, რომ არ ექვემდებარებოდა ქირურგიულ ჩარევას. შემდგომი ეტაპი იქნება თითეული აი ამ ბავშვის სამედიცინო ისტორიის მოკვლევა ჩვილბავშვთა სახლში შემოსვლამდე. ძალიან ვთქვათ, იგივე ჩვილბავშვთა სახლის მენეჯმენტის ალბათ არის დადებით მხარეთ უნდა ჩაითვალოს ის, რომ დღეს მათ სახლში მყოფი 6 ჰიდროცეფალით დაავადებული ბავშვისგან, რომელთაც უკვე აქვთ ჩატარებული შუნტირება 5 შემთხვევაში მოხდა სწორედ ჩვილბავშვთა სახლში გადაყვანის შემდგომ. ამიტომ მათი მხრიდან უმეტეს შემთხვევაში მოხდა შესაბამისი რეაგირება, მაგრამ რჩება ნახევარზე მეტი ბავშვები, რომლებიც სამწუხაროდ და ჩვენი საუბრის ბოლოს კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამთ, რომელიც ახალ დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს შეეხება, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფოსა და ექიმის მიდგომა ამ დაავადებასთან მიმართებაში არის წამება, ანუ წამებად არის შეფასებული. ბატონო ირაკლი უკაცრავად ვერ გავიგეს შეკითხვა. სახალხო დამცველმა საკმაოდ მწვავე დასკვნა გამოაქვეყნა და სახელმწიფოსა და ექიმის მიდგომა ამ დაავადებასთან დაკავშირებით შეაფასა როგორც წამება. ანუ აქ არის საუბარი ტკივილზე, რომელიც ამ ბავშვებს აწუხებთ და არ ხდება მისი ასე ვთქვათ მოგვარება ამ პრობლემის. მე დეტალურად მაქვს შესწავლილი სახალხო დამცველის ანგარიშში და იქ ნამდვილად მითითებულია, რომ არაადამიანური მოპყრობა და წამებად შეიძლება დაფიქსირდეს დღეს არსებული პრაქტიკა. აქვე აღნიშნა, რომ არსებული ანგარიში 2012 წლის მონაცემებს ეხება, მაგრამ ეს არანაირად არ არის მცდელობა, რომ თქვათ ბრალეულობა, თქვათ რომელიმე სხვა ჩვენს კოლეგაზე მოხდეს გადაბრალება. უბრალოდ მე მინდა დაგარწმუნდეთ, რომ რეაგირება მომხდარია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ჩვენს კოლეგაზე მოხდეს გადაბრალება. უბრალოდ მე მინდა დაგარწმუნდეთ, რომ რეაგირება მომხდარია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. დიდი მადლობა მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, რომელიც ბუნებრივია დარჩება და ასევე მოусმენს ქალბატონ ანა არგანაშვილს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ქალბატონო ანა. მოდით გავაგრძელოთ საუბარი და პირველ რიგში იქნებ შეაფასოთ მინისტრის მოადგილის მოსაზრებები, განცხადებები, რომელიც გაკეთდა ამ დაავადებასთან და პრევენციაზე და ბრძოლასთან დაკავშირებით. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ მარიამს და სამინისტროს, რომელიც აი ახლაც გაჟღერდა, რომ ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს. თუნდაც ის ფაქტორი, რომ გაიდლაინებზე მუშაობა დაწყებულია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ, რა თქმა უნდა, სამედიცინო პროფესიონალიზმი და სწორი კლინიკური გადაწყვეტილება თავის დროზე არის გადამწყვეტი. მაგრამ აქვე ძალიან მინდა, რომ ყურადღება მივაქცევინო კიდევ რამდენიმე ფაქტორს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებიც აღმოჩნდნენ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში, არ იყოს ფუნდამენტურად გაუარესებული და განსხვავებული იმ ბავშვების მდგომარეობისგან, რომლებიც ოჯახებში ცხოვრობენ. ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როდესაც ოჯახმა შეძლო და წაიყვანა ბავშვი საოპერაციოდ, იგივე თუნდაც სხვა ქვეყანაში, ანუ
ანუ ხომ არ გვაქვს საქმე სიღარიბის გამო და ბავშვების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ბავშვები ორმაგად არ იყვნენ დისკრიმინირებული ერთი იმიტომ რომ არიან შეზღუდული შესაძლებლობების და მეორე იმიტომ რომ ისინი მიატოვეს და აღმოჩნდნენ სახელმწიფოს სახლებში ხომ არ არის უფრო უარესი მათი მდგომარეობა მათი შანსები და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა ხაზი გავუსვა სამწუხაროდ არ ყოფილა აღნიშნული ის ფაქტი რომ ასეთ ბავშვებს ტოვებენ ძალიან ხშირად არის მშობლების არაინფორმირებულობის ბრალი და ეს ჩვენი ინფორმაციით დიდწილად დაკავშირებულია სამედიცინო პერსონალის მიერ არასწორ რჩევის მიწოდებასთან. კერძოდ ხშირად ხდება მშობლების ასე ვთქვათ არ ვიტყოდ დაშინება, მაგრამ არასრული ინფორმაციის მიწოდება ახალისებაც რომ შეიძლება ვთქვათ დატოვონ. ძალიან მწუხარ რომ ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ჩვენ გქონდა დიდი შეხვედრა იგივე ჯანდაცვის სამინისტროში, თავად სამინისტროს თანამშრომლებიც ესწრებოდნენ და ადასტურებდნენ რომ ასეთი ნებისმიერი სხვა შეზღუდული შესაძლებელი ბავშვის მიტოვება სწორედ იზრდება იმის გამო რომ სწორედ სამშობიაროებში არ აძლევენ მათ სრულ ინფორმაციას სოციალური მუშაკები არ გვყავს ჩვენ სამშობიაროებში რომ ხარი დაუჭირონ ამ მშობლებს და უთხრან რომ ისინი მარტო არ არიან ამ პრობლემასთან დაკავშირებით და ძალიან ხშირად პირიქით ასე ვთქვათ კეთილ რჩევას აძლევენ რომ შეუძლიათ მიატოვონ ეს ბავშვები ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ აუარესებს ამ მდგომარეობას ამიტომ ცოტა ფართედ უნდა შევხედოთ ამ საკითხს. ქალბატონო ანა, თქვენ რაზეც საუბრობს, ბუნებრივია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მარიამიც ისმენს და როგორც დავინახე, მან ჩაინიშნა რამდენიმე დეტალი. ანუ რეკომენდაციებით უკვე ჯანდაცვის სამინისტროს თქვენ მიმართეთ და ელოდებით მათი მხრიდან, რომ დაიწყოს ამ პროცესის მოგვარება? დიახ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციებით მივმართეთ, გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როდესაც სამუშაო ჯგუფებშიც მონაწილეობთ, ანუ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა თანამშრომლობის მოდელით გავაგრძელოთ თუნდაც ურთიერთობა, რადგან მე მესმის რომ ეს არის საკმაოდ გლობალური პრობლემა. ეს არ არის ერთი დიაგნოზი ან 15 ან 20 ბავშვი, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, მე ვიტყოდი და ნამდვილად სამწუხაროა რომ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებიც არც ისე დადებითად აფასებენ და ჩვენ ვიცით რომ გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში უნდა წავიდეს ძალიან მალე ანგარიში საქართველოს მიერ გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის შესრულებაზე და ალბათ ეს ყველაფერი იქაც აისახება. ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ და მე ძალიან მიხარია რომ სამინისტრო ესე აქტიურად მუშაობს, მაგრამ დავეთანხმები ქალბატონ მარიამს რომ ეს ბევრად უფრო ფართე პრობლემაა. ეს მოიცავს თუნდაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხს, სიღარიბის საკითხს, იმიტომ როგორც დავინახეთ, ბავშვები რომელთაც არ ყავთ ოჯახები და სიღარიბის გამო ხვდებიან დაწესებულებაში უარეს ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ქალბატონო ანა მინდა გკითხოთ და დავასრულოთ, რადგან საერთო დრო იწურება. ესე იგი სახალხო დამცველის ანგარიშში, როგორც წეხარმე აღნიშნე, დასკვნა დაიდო, რომელიც არის შეფასებული, რომ სახელმწიფოსა და ექიმების მიდგომა ამ დაავადებასთან მიმართებაში არის წამება. აი, განმარტება რო გაგვიკეთოთ, რა იგულისხმეთ ძალიან მოკლედ და კი ბატონო, ჩვენს მონიტორინგში მონაწილეობდა ამერიკული ძალიან გავლენიანი ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ორგანიზაცია და სწორედ მათი შეფასებაც ასეთი იყო. უახლოეს პერიოდში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა გააკეთა მოხსენება იმის თაობაზე, რომ არაადამიანური მოპყრობა, არასათანადო მოპყრობა და წამებაც კი შეიძლება დაფიქსირდეს სამედიცინო ჯანდაცვის დაწესებულებებში. რას გულისხმობთ? სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ეს ინტენსიური ტკივილი და არ იღებს ტკივილ გამაყუჩებლებს, როდესაც სახელმწიფო არ იღებს ადეკვატურ ზომებს, რომ შეცვალოს მდგომარეობა, თუმცა შეძლებადია, როგორც ქალბატონმა მარიამმა აღნიშნა, სწორედ შეიძლება იყოს. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელზეც საკმაოდ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ და ეტაპობრივად ჩვენ შევეცდებით, რომ მივყვეთ და მაყურებელი ჩავაყენოთ საქმის კურსში. დიდი მადლობა ქალბატონებს. რეკლამის შემდეგ უკვე სამეგრელოში რა ხდება ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფელში.